ჩვენ ვაგრძელებთ პრინციპში ამ თემას, იმიტომ რომ მსოფლიო მასშტაბით ვიცით, რომ შფოთვითი აშლილობით არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი და საეკრანო სახე იტანჯება, შესაბამისად ჩვენმა ჟურნალისტმა გვანცა კილავნავამ დღეისთვის მოგვიმზადა სწორედ ასეთი ვარსკვლავების ჩამონათვალი, რომლებიც ცდილობენ სხვა გზებით გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. პირველ რიგში არის ჩვეულებრივად დამასწრო. მაგრამ დავამატებ, ძალიან მაგრამ იყოს ჩვენი ძალიან მაგარი ჟურნალისტები სტუდიაში სტუმრობა, ძალიან მაგარი თემებით, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენც როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მიხარია რომ ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ და ძალიან საინტერესო და რჩევები და რეკომენდაციები მივიღეთ. იქიდან გამომდინარე რომ წლების განმავლობაში ეს თემა იყო რაღაცნაირად ტაბუდადებული და არ საუბრობდნენ. აი პანდემიის შემდეგ გულწრფელად დაიწყეს აი ამ პრობლემაზე საუბარი და როგორც აღნიშნეთ დღეს ვისაუბრებ ცნობილ ადამიანებზე, რომლებსაც სწორედ აი ეს პრობლემა ჰქონდათ და დღესაც აქვთ, მაგრამ ცდილობენ რომ რაღაცნაირად გაუმკლავდნენ. პირველი ესეთი ცნობილი ვარსკვლავი გახლავთ ადელი, რომელიც არის არაჩვეულებრივი მუსიკოსი და წლების განმავლობაში, აი კარიერის დასაწყისიდან მოყოლებული უჭირდა კონცერტზე გასვლა. აი ამ დროს ემართებოდა კონცერტის წინ პანიკური შეტევა, გულის აჩქარება და საკმაოდ ცუდად გრძნობდა თავს, ისე რომ უჭირდა გამკლავება ამ სტრესთან და ერთ-ერთი ამის გამო კონცერტებსაც ხშირად აუქმებდა და ერთ-ერთი კონცერტის დროს გამოვიდა და პირდაპირ უთხრა თავის მაყურებელს, რომ მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ვერ შევძლებ თქვენს წინაშე წავსდგე კარგად, ხმა მიკანკალებს და მეწყება შიში, რომ ასე ვთქვათ, ჩავფლავდებიო და თხოვა, რომ ხნევებინა თავის მსმენელს ის და აი პირველი ნაბიჯი იყო სწორედ აი ეს კონცერტი, როდესაც ხმამაღლა აღიარა თავისი შფოთვის შესახებ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა შეეცადა რომ ამ პრობლემას გამკლავებოდა. არ არის მარტივი თვითონაც საუბრობს რომ აი ეს რაზეც ვამბობთ სუნთქვითი ვარჯიშების გაკეთება, ასევე მნიშვნელოვან ხერხს, რასაც ისი იყენებს, არის კონცენტრირება პოზიტიურ ფაქტებზე, როდესაც ეს უარყოფითი ფიქრები მოსდის, ფიქრობს იმაზე, რაც მას ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს და რაღაცნაირად ეს ეხმარება. და არაერთი ვიდეო არის, სადაც ამ თემაზე საუბრობს. ეს არის უკვე 2016 წელს გადაღებული ვიდეო, ინტერვიუ არის, სადაც ყვება შემდეგ შფოთვით აშლილობაზე, რომელიც გაემართა მშობიარობის შემდეგ, აი ამ დროს ჰქონდა ყველაზე მძაფრად, იმიტომ რომ მეგონა რომ თავის შვილისთვის ვერ იქნებოდა კარგი დედა და ჰქონდა მძაფრი ფიქრები მასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა თავის ბიჭუნა ვერ დაეცვა, მოკლედ იმ პრობლემებისგან და საფრთხეებისგან, რომელიც შეიძლება ცხოვრების მანძილზე შეხვდეს. ეს უკვე არის ოპრასთან ინტერვიუ, სადაც გულწრფელად საუბრობს განქორწინების შესახებ. ეს იყო ყველაზე დამანგრეველი პერიოდი მის ცხოვრებაში, როგორც თავად აღნიშნავს და 5 წლის განმავლობაში იტანჯებოდა აი ამ შფოთვებით, პანიკური შეტევები ჰქონდა გამუდმებით და ვერაფრით ვერ ახერხებდა რომ გამკლავებოდა აი ამ ყველაფერს. მოგვიანებით 2023 წელს გამოსცა ალბომი და სადაც არის შესრულული უამრავი სიმღერა, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის საკმაოდ გულწრფელი არის Hold On და Easy On Me, ასევე არის ძალიან საყვარელი მისი თაყვანისმცემლების თვის სინგლი My Little Love ქვია, სადაც აქვს გამოყენებული კონკრეტულად ის მომენტი აუდიო ჩანაწერი სიმღერაში, სადაც თავის მეგობარს უგზავნის, რომ ის არის ძალიან ცუდად, გონია რომ მოკვდება და საკმაოდ მძიმე მოსასმენი არის და ეს მონაკვეთი აქვს გამოყენებული კიდევ უფრო თვალსაჩინოდ იმისთვის, რომ მარტო არ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ეს შფოთვითი აშლილობა აქვთ, შეიძლება ესეთ ვარსკვლავებსაც, რომელსაც გონია რომ ლამაზი ცხოვრება აქვს, მსგავსი პრობლემით იტანჯებოდნენ. ერთ-ერთი ცნობილი სახე, ოსკაროსანი მსახიობი ემა სტოუნი გახლავთ. ემას შემთხვევაში 7 წლის ასაკში დაიწყო პანიკური შეტევა, ერთხელ განსაკუთრებით შეეშინდა და აი ამის შემდეგ გაყვა ამ შფოთვებს, ის იხსენებს, რომ ჩემი თავი უბრალოდ ერთი შეშინებული გოგონა მეგონა გამორჩეული სხვებისგან და მიჭირდა ამაზე საუბარიო. რა წლის ასაკში უკვე მშობლებს გაუმხილა, რომ მუდმივად აი ამ შიშებით და შფოთვებით ისტრესებოდა და მიიყვანეს ფსიქოთერაპიას
ფიზიოთერაპევტმა, რომელმაც ურჩია, რომ სამსახიობო წრეზე შესულიყო და აი აქ დაიწყო ამ თავისი უარყოფითი ემოციების გამოშვება და სხვადასხვა როლის თამაში დაეხმარა მას პატარა ასაკიდანვე, რომ აი სტრესი დაეძლია. რომ არა ეს ექიმი შეიძლება ითქვას, რომ ის ესეთ წარმატებული კარიერა ვერც შედგებოდა და შეიძლება ითქვას და აქვე უნდა ვთქვა, რომ მან დაწერა წიგნი, მე უფრო დიდი ვარ ვიდრე ჩემი შფოთვა, სადაც დეტალურად აღწერს ყველა აი ამ შეგრძნებებს, რაც მას ჰქონდა და ღიად როდესაც საუბრობს ამ თემასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ შფოთვა არსად არ წასულა, მისი ცხოვრების ნაწილია, თუმცა არ აძლევს მას უფლებას, რომ თავისი ცხოვრება მართოს აი ამ გრძნობამ და ასეთ მზაფიშში ვიცი თქვენ ცა რამ გამოიწვია? თუ არასახელებს ამ სიზმარი ნახა, რასაც მყვება, ესე ღიად და მე უკვე აყვა, მე გარდაცვალების თემაც რაღაც ასაკში, როდესაც ამბავს უსწორებ თვალს, მძიმე აღსაქმელი გახდა მისთვის და ეს რეალურად იყო. გამოვიდა, რომ ერთმა სიზმარმა მთელი ცხოვრება დაუტოვა რაღაცა აი ამ შეგრძნება, ხო, რომელმაც მაგრამ განსაზღვრა წარმატებული იმოქმედა. ასევე უნდა ვისაუბროთ პრინც ჰარისზე, რომელსაც საკმაოდ მძიმე ისტორია აქვს. მას შფოთვითი აშუღება ასევე ბავშვობიდან დაიწყო. პირველი პერიოდი იყო მაშინ, როდესაც მშობლები განქორწინდნენ და საკმაოდ მძიმე ამბების ირგვლივ უწევდათ ყოფნა, რასაც ტაბლოიდები და ყვითელი პრესა წერდა მათი ოჯახის შესახებ. ამას მერე უკვე დაერთო ის, რომ დედა დაიღუპა 12 წლის ასაკში და ის ამბობს, რომ პირდაპირ გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ ეფიქრა ამ თემაზე, თითქოს ეს ფაქტი არც მომხდარა. წლების განმავლობაში ცხოვრობდა ისე, რომ თითქოს დედა იყო ცოცხალი, უბრალოდ მას ვერ ხედავდა და რაღაცნაირად ვერ გადალახა აი ეს მძიმე ტრაგედია მის ცხოვრებაში. გახდა ალკოჰოლიკი, ნარკოდამოკიდებული და ესე იგი 28 წლის ასაკში მიხვდა, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება და ნარკოტიკებზე მას კიდევ უფრო უმძაფრებდა აი ამ შფოთვით აშლილობას, ის იხსენებს, რომ დილად ენდებოდა თუ არა უკვე გულის საჩქარებით, ნერვულ მდგომარეობაში იღვიძებდა და 28 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო მის ცხოვრებაში. თვითონ ამბობს, რომ მისთვის მედიტაცია არის ვარჯიში და ძალიან დაეხმარა ეს და ასევე ხაზგასმის საუბრობს, რომ ხმამ ამ თემაზე ლაპარაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენ ვეხმარებით სხვა ადამიანებს და რაღაცნაირად ეს გრძნობები არ უნდა ჩავიხშოთ ჩვენში. Apple TV-ს დოკუმენტური ფილმი არის ძალიან საინტერესო, სადაც პირდაპირ არის გადაღებული, როგორ მუშაობს თავის ფსიქოთერაპევტთან და აი როგორ ზრუნავს ამ კუთხით თავის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ადამიანის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც არის ჯასტინ ბიბერი. მის შემთხვევაში ძალიან პატარა ასაკში მოუწია აი ამ შფოთვასთან და სტრესთან ბრძოლა. თვითონ ყვება, რომ 14 წლის ასაკში უკვე მილიონები მქონდა და მსოფლიოს ცენტრში ვიყავი, აი ამ სტრესს ვერ გავუძელიო და სწორედ ყველაზე ცუდი არის ის, რომ პატარა ასაკშიც დაიწყო მოხმარება როგორც ნარკოტიკის, ასევე ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და წლების განმავლობაში ეს ადამიანი ცხოვრობდა ასე. მისი გამოცდილება არის ის, რომ ძალიან დაეხმარა სარწმუნოება და რელიგია. დღემდე ხშირად დადიან წირვაზე ის და თავის მეუღლე ჰეილი და აი სარწმუნოება იყო ის მთავარი საყრდენი მისთვის, რაც დაეხმარა, რომ რაღაცნაირად ჯანსაღი ცხოვრების წესს დაბრუნებოდა, როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ასევე ფსიქოლოგიურად. და ასევე მინდა ვისაუბრო კრისტიანო რონალდოზე, რომელიც მაგალითი არის ბევრი ადამიანის, კი, აი მე არ ვიცოდი მართლა გულწრფელად, რაღაცნაირად ხო, აი რაღაცნაირად სხვანაირად აღმოვაჩინა ეს ადამიანი, გუშინ ვუყურე დოკუმენტურ ფილმებს და ინტერვიუებს, სადაც ძალიან გულახდილად საუბრობს, რატომღაც მეგონა უფრო აი როგორი ადამიანის, რომელიც მხოლოდ თავის თავზე არის ორიენტირებული და ეს განწყობები ალბათ იყო საზოგადოების მხრიდანაც და ამიტომაც ვფიქრობდით ყველა ასე. მით უმეტეს აი ხო რაღაც ნარცის ადამიანთან ასოციირდება. არაფერზე არ დარდობს. ხო, მეც ვერ წარმოვიდგენდი ყოველ შემთხვევაში შფოთვით აშლილობა. მაგრამ ერთი მომენტია გვანს აქ ის არის, რომ ეს არის ადამიანი, მე სპორტში მაგაზე დიდი პროფესიონალი არ მინახავს და ამას თუ შფოთვები ქონდა და ეს კიდე პრობლემურია და აღწევს ამას, რასაც მიაღწია,
აი წარმოიდგინეთ თვითონ ყვება, აი ძალიან ემოციური იყო ჩემთვისაც მოსასმენად სტადიონზე გასulis ყოველ ჯერზე ემართებოდა პანიკური შეტევა, რომ მიიღებდა ტრამვას და ვერ გახდებოდა წარმატებული ფეხბურთელი. ეს ქონდა დასაწყისში და მერე უკვე კარიერის დროს ისე უკვლავ ეს შეგრძნებები ქონდა თან, როდესაც უკვე რამდენჯერმე დაემართა ტრამვა, ხვდებოდა, რომ ეს ფიქრი სულაც არ არის არასწორი, მართლა ხდება და შესაძლოა ერთ დღესაც ყველაფერი დაინგრეს და აი ამ წნეხის ქვეშ აკეთებდა ეს ადამიანი ყველაფერს. შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როდესაც დედა ყავდა ძალიან ცუდად და რამდენიმე წლის წინ გულწრფელად ისაუბრა შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით. ეს ალბათ კი არა, ნამდვილად ისეთი ტრამვაა, რომელთან შეგუებაც წარმოუდგენელია და დღემდე აი ამ სტრესის ფონზე ცხოვრობს და მუდმივად ფიქრობს იმას, რომ რა შეიძლება დაემართოს თავის შვილებს. წარმოუდგენელი ფენომენის ადამიანი, თუმცა ერთი ეს რო არ თქვა, არ შეიძლება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა დამართეს მათ ყველას დიდი შფოთვითი აშლილობები, პანიკური სტრესები და სხვა დანარჩენი და ცრემლებიც გვახსოვს მისი თვალები. და გამწარებული დაძდევდა ხანსაც, ხან ფეხბურთელებს და ასე შემდეგ. მაგრამ ვიცით ამ დროს გამხნევება რამდენად მნიშვნელოვანია და ეს გამხნევება ისევ ქართველი ფეხბურთელის მხრიდან მიიღო მან. ძალიან დიდი მადლობა გვანცა, მართლა ძალიან საინტერესო იყო. შეუდარებელი, რა თქმა უნდა. მსოფლიო ვარსკვლავების გამოცდილების მოსმენა და აი როგორც აღმოჩნდა, მიშომაც გითხრა ამის შესახებ, რომ შფოთვით აშლილობას შესაძლებელია იწვევდეს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემაც, როგორც არის ფარისებრი ჯირკვალი და სწორედ აი ამ თემით გავაგრძელებთ ახლა ჩვენ საუბარს.